სამაშტო ხაზების ძველი მეპატრონეები წართმეული უფლებების აღდგენას ითხოვენ. იმდმე წარმოებები, რომლებიც წილნახევრის წინ მიკროავტობუსებით დედაქალაქის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანას ლიცენზიის პირობებში ახორციელებდნენ, 2011 წლის დასაწყისში თბილისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის გაუქმებას ითხოვენ, რომლის საფუძველზე სამაშტო ტრანსპორტით მომსახურების ნებართვა საეჭვო გარემოებით დაფუძნებულმა 4 კომპანიამ მიიღო. მძღოლები და ხაზის ოპერატორები განმარტავენ, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობაზე უარი მოქმედ კომპანიებს იძულების გზით ათქმევინეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მათგანი სატენდერო პირობების შესრულებისთვის მზად იყო. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ჩატარებული კონკურსის შემდეგ გამარჯვებულმა კომპანიებმა განახლებული ავტოტრანსპორტის პარკი სწორედ მათგან გადახდილი მოსაკრებლების საშუალებით შექმნეს. მოგვიანებით კი ისინი უსამსახუროდ დატოვეს. შეიცვალა სიტუაცია, არავის არ ჭირდებოდა ის მესედე რომ პირობა ის არის, რომ როგორ რო იყო ჩემი ხაზი, დაუშვათ რომ მუშაობდი, ჩემი მანქანა რომ მყავდა და დღესდღეობით რომ აბსოლუტურად არაფერი არაა ჩემი. და მე რომ მეუბნებიან რომ არც ხაზია შენი, არც მანქანაა შენი, მაშინ თუ კი მაგათმა მე ესე გამიჩერეს მანქანა და მითხრეს რომ შენი მანქნით ვერ იმუშავებ და შემოიყვანა თავისი მანქანა, მე შემეძლო მაგალითად მეყიდა მანქანა. ეთქვა იმას რა პირობები უნდა ყოფილიყო, რა სტანდარტზე უნდა ყოფილიყო მანქანა. შეიძლება მე ჩემ მანქანას ვაკეთებდი იმ სტანდარტზე, რომ ის შეესაბამებოდა იმას, რასაც დღეს ისინი ითხოვენ. 64-მა აი ესეთმა ფირმამ, რომელიც ახლა ერთია, ხო? ჩვენი 5000 კაცის არამატერიალური ქონებრივი სიკეთე მიითვისა. ახლა კიდე ამ 64 კაცის ქონებრივი ის რაც უფლება მიითვისვა ერთმა ფირმამ. აი ესე მიმდინარეობს მონოპოლიზაცია და ეს მიმდინარეობს გეგმა ზომიერად, მაგრამ ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ ასეთნაირად მოექცეოდა 16000 საშუალო ფენის პირს საქართველოს მოქალაქეს, რომლებმაც 40 მილიონამდე ინვესტიციები ჩავდეთ ამ საქმეში, რომ ასე გაგვაღატაკებდნენ და ასე მოგვექცეონ. ჩვენ ამას არ დავთმობ. რაც შეიძლება ყოფილიყო მტკიცებულება, რომ ტენდერი გაუქმებულიყო, ხო? ყველა მტკიცებულება ამის არსებობს. ფირმა, რომელიც შეიქმნა სატენდერო კომისიის, ასე ვთქვათ, მუშაობამდე ერთი კვირით ადრე. ფირმა, რომელსაც არ ქონდა არც ერთი, ასე ვთქვათ, სატრანსპორტო საშუალება. ფირმა რომელსაც არ ქონდა გამოცდილება ქალაქის ტრანსპორტის მართვის. და ფირმა, რაც ყველაზე მთავარია, მას არ ქონდა კაპიტალი. ამ ფირმამ მოახერხა 5-ვე ლოტზე გამარჯვება.